1300 ლარში რის სიყიდვა შეუძლია ადამიანს? ტელეფონის, მანქანის დისკების, მანქანის სალონის, მანქანის მოტორის, მაგრამ არა თვითონ მანქანის, ხო, რა თქმა უნდა. ხო და მოკლედ ჩვენ შევიძინეთ BMW E34. იანერე, რა ტორმოზე არ გაასხა, 3000 ლარია. და რა მდგომარეობაში ამას ნახავთ. მანქანა არის ასეთ მდგომარეობაში, კაპოტს მოკლედ ხედავთ რომ კრასკაც გადამძრალი აქვს, დედა აქვს ნატირები. ხოდა მოკლედ დეტალურად ეს მანქანა ძალიან გაფუჭებული არ არის რა, ანუ დადის ჩვეულებრივ იქოქება დადი. უკანა ბამპერსაც ხედავთ რომ ძალიან შელახული არის. მოკლედ ეხლა ნახოთ მანქანა შეგნიდან რა. შენ მაგას ვერ გააღებ. ოპა, ტყავის სალონი დაგხვდა მოკლედ რა. ხოდა მოკლედ აბიოკები მოცლილი აქვს ამან. აბიოკა არა ის აბიოკები. აბიოკები? ხო. მოკლედ კარის რაღაცები მოცლილი აქვს ამანქანას და დაუყენებ ცოტა ხანში რა. იდეაში არც მაგნიტოფონი არ აქვს, საჭე მუშა მდგომარეობაშია. კიდე როგორც იცი, სიჩქარეს არ აჩვენებს, რა სიჩქარეზეა. სიდენიებს დედა აქვს ნატირები, ეს სხვათა შორის ელექტრო არის. შეაერთეთ უკვე ელექტრობაზე? არა ხო. აბა წინ როგორ მიწიეთ? ვერ მიწე. მიწეულია უკვე წინ. ხო, ბაბაჩა მიწია, ძმა და უკან ვიღაცებს. უკან რაც შეეხება ესე აქაც მომძრალი არის იდეაში. უკანას ელექტროა? ელექტრო, ოთხივე მექანიკურია, ბიჭო. E34 1990 წლიანი 520 კუზაო. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა არის 2-დან 0. აბა ძრავი რა. რატო ენჯელები აქვს, მაგრამ ძრავი კარგად მუშაობს, მაგრამ აი ეს BMW-ს ყველა პრობლემა აქვს. თუ აქედან გასის ზეთი იმენა. ეს არის მეხუთე BMW E34 რაც ყავს, რადგან ყველას ეს პრობლემა აქვს. რა, ვერ მოუგვარებ. გასბოლავს. ჩააკერი მე ჩააკერი. გასაღებს რომ რო გადმოატრიალა ფონა ჩააკერის. აქ ელექტროვის პრობლემაა. ნუ ესე გვიწევ ჩაქრობა. სანამ გავუვლით მოკლედ მანქანას გავტესტა, კაპოტი დავახუროთ და ბარდაჩოკი უნდა ვნახო რა მდგომარეობაშია და შიგნით ვაფშე ნადეს. ძმა, კარს ვერ ვაღებ. შუშა როგორ ჩაუწია აქედან? შენ ვერ ჩაუწე. ვერ ვაღებ შეჩი. მიდი გამოახ. მაგინა მუშაობს. მოკლედ მანქანაში ვიპოვეთ ესე იგი შვანგირაძე. შვანგირაძე ვიპოვეთ მანქანაში. აი, სავარაუდოდ აქ თაგვიჯდა. სხვათა შორის ხალხო ამანქანას აქვს ფეჩი. ზამოკიჩართე, ხო? ვა! ფეჩი შემანქანას არ აქვს. კონდიციონერი აქვს? კონდიციონერი. აუ ფეჩი რა არის? კონდიციონერი ხო უნდა ქონდეს? ზოგს მოყვება ქარხანა, ზოგს არ. ზოგს მარტო გათხოვა მოყვება შეჭი. ანუ ეხლა მას კონდიციონერი არ ექნება. არა, კონდიციონერი. ეს მუშაობს, ეს მუშაობს. ესეც შეულებრივ არის. 3000 ლარში, კაროჩე, ეს მანქანა ეხა არის იდეალური ძმა. ანუ 3000 ლარში მეტი რა გინდათ? რასო ჩაქრობაჭის ძალიან. შენ ვერ გატესტავ. რატო? მეორეში არ ვარდები. ჩემი მანქანის ძრავა დაჯდა 3500 ლარი. ეს მანქანა არის ძრავიანად 3000 ლარი. ოპა! ვაჰ, ჩემიკაი! მესამეში არ ჩავარდა? არა. ეხა რაში გახავა? ნეიტრალში? მეგობრო, თიჭორო. მაგარი მოტორია, ხო? ვერ ჩააგდ, მეო. ჩააგდე? თუ როგორ ატარე, BMW-ში როგორია, ხო? როგორც BMW-ს ადრონებს შეგეფერება ჰელი დავლივით. ჰელი არა ჩვენი სპონსორი, მაგრამ ჩვენი სპონსორია upgrader.com, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ ან წააგოთ counter-ის სკინები, სხვადასხვა აიტემები და პირდაპირ ფული. აქვს ძალიან ბევრი სათამაშო მოდ, ბეთლი, ჯეკპოტი, coin flip-ი, მაგალითად გახსნათ რომელიმე кейსი, Apple-ის кейსი, ანუ წესი თუ ნამოაგდოს რომელიმე ნივთი, $20 კი ამოყრის, ესე იგი, ეს spin gold-ი, კი ბატონო, აბა რა, $178 რაღაცები მოიგეთ, რა თქმა უნდა. როდესაც აქ რაღაცას მოიგებთ, დააწვევით wallets, ვიდრეოს შეგიძლიათ აირჩიოთ აიტემის გატანა, კრიპტოს გატანა, სკინის გატანა. ხო კიდევ და სანამ ახლა შეიტანთ, გამოიყენეთ პრომოკოდი DOTIA, რომელიც მოგცემთ 3% ზემოდალ ბალანსზე და პლუს ამას სამ უფასო кейს. ჩემი თხოვნა იქნება რომ გააკეთოთ რაღაც რისერჩი და შემდეგ შეხვიდეთ ამ საიტზე და გადაწყვეტოთ საერთოდ რა მეგინათ თუ არა. ChatGPT ეს მომწერა, არ ვიცი ChatGPT-საც რამდენად ვენდო უკვე. ნუ კაროჩე ესეთი ამბავია რა. აი ასეთი თემაში არის რა. აი როგორი მანქანა იცი, აი ამუშაო რაღაცაზე რა. არც ერთი კარი არ იღება ბიჭო. 3000 ლარში მომინდომე. ჩააგდება ის. ვაჰ. იმენა მანქანა გაიწია. გაიცოდოა შეჩება. ჩააგდე?
კაფიხეში. ამით გოგო შეულებრივ მოიტაცებს, ხო? კარს ვერ გააღი. მოკლედ ბენზინს როგორც გითხარით, ანუ არ აჩვენებს, არც აჩვენებს სიჩქარებს, რა სიჩქარეთან. მაგასაც გავაკეთებ ძმაო, დავაი. დავაი. მეორე გავაბაზე შეულებრივ ამბავში. კაი, მეხუთე პირდაპირ და ეგაა, ნუ და ტანჯე მანქანას ეს. არა დაკრი შეჩება რა გინდა 2 და 2-ზე დედას იმენა შეულებრივ ამბავში. შიანერე, რა ტორმოზე არ გაასხა 3000 ლარია. შაქრობაზე რაღაცა ეგეთ რა. ჩაქრება რა, უხო ჩაქრებს. დავაი სახში ეხა რაღაცები შეცვალო. საწავს არ გიჩნევს, რამდენია ხო არა? წამო საწავი ჩავასახე. ფატეხას მოდრი არა. გორში უნდა ჩავიდე და იქ წერს მა. მანქანას მოდი მივიყვანთ. ავაწყოთ კაროჩე რა, რომ 3000 ლარზე მეტი დაჩეს ახლა ეს მანქანა. მაგარი ბილეთად. ჩემ მანქანა, რაკეტა. რუტოსაც გაას. გაიგიდე რა. ეხლა უნდა ვაჩვენო ჩაქრობა. აქ პირველში უნდა ჩავაგდოთ, აქ ტორმოზ დავაწვევით, ასაღებს გადმოვატრიალებს და ეგ არის და ეგ. აწყობის შემდეგ გაჩვენებთ მიახლოებით რა იქნება და ცოტა სვიულით, იმიტომ ნამდვილი ეპიზოდი გაჩვენოთ არ გინდა. ამახო თავის ეპიზოდით გაგვიტრა გასაქმე და სიარულში ეხა რეალურად პრობლემა მე ვერ დავინახე. ერთ-ერთი კაროთა მეორეში ვარუშებს. ავტოს მანქანა ასეთ ხოთზე რო არის. რუტოსთან რევანში დაიბედა. ბიჭო, რუტოზე გავიგე ესეთი ამბები, რომ შეშინიაო რა. მალე მორშება ყველაფერი გუგეშინია ძმაო. სამწავში მორჩება. წავებ. ეს ცოტა ეხა მოდი ცოტა ავაწყოთ, მივხედოთ, მე აწყობილსაც გაჩვენებ, ნავიდუ როგორია, შიგნით რას გავუკეთებ. ამაგარის პროექტს წარვაპირებ, რა თქმა უნდა, უბრალოდ მანქანა ვიყიდეთ ძალიან იაფად. კარებები რო გაიღოს, მაგას მაინც მოვაგაროთ, იმიტომ რომ ტეხას მორზე არ გაატარებენ. მოდი სიმართლე გითხრა, ვიცოდი რომ ვერ გავახსნათ ეს პროცესი მანქანა. ნუ ავხაფენო. ნუ ავხეგრე და. ვარა. გასწრება გინდა? გასწრება მინდა. შემოვედით ტერიტორიაზე და კარი რო ნახეთ, ანუ ამ კარსაც დედა აქვს მო. რაჭის კარს შეხედე. აი, აი ღე კარს. იმია. არ ვარგა. კარები გამოჩებულია შურო, ეგა ჯობი ეგ დააყენე კაცო. ასაკეთის დააყენე იმისი, დინაკარების ან კარები შეცვალ. აი, ხარავს. გათუნა, შენთვის მაგ სამუშაო. მიდი ეს კარი გარეთ. მაინც ეხა შევაჭრო. მიდი 2008-ში გავატანე. მიგვაქო რა. არა, ფული არ დააკდებაო. კაი, მაშინ შენ გადაგვიფორმეო. აბა ჩემионო, მაინც უნდა. მაინც უნდა მოუწეხოთ რა. და მე რატო უნდა გადაგიფორმო? მაშინ ჯარიმას რო დაწერსო ეხლა. პაპა ჩვენი არის ლეგენდა კაცი. სანამ ამ კარს მივაყენებდით, რა თქმა უნდა, ამ კარის მოხსნა იყო საჭირო. ბევრი გვაწვალა, თუმცა მაინც მოხსენია. დავითამ ეს კარი გაწმინდა რა. დაყენდა ხო ეს კარი? აბა დაგერე ერთად. გაკეთვი დაიკეთე. აბა რაგინა ზაზორებში ის შეულებრივ კაცო. კარი დავაყენეთ, მაგნიტოფონს დავაყენეთ. ცოტა მაინც რაღაცა მანქანა დაემონოს, იმიტომ რომ აუდიო სისტემის გარეშე მე მანქანა არ წარმოვიდგენია. აგერ ხან ხო ეს 3000 ლარიანი მანქანა. და ეხლა უნდა გავტესტოთ, ავტო თავისი მანქანით გამოვა. შემიდიდა. დავაი, ჩავდიქით. ჩავართ ხო? კი, კაცო, ყველაფერი ჩანს. აქ ცოტა ცუდი გზა არის, აქ უნდა წავიდეთ როგორღაც. ეხლა მთავარია. ოპა. ნელა ასე გავუხვიოთ. დავაი. არაფერი არ მოდის. დავაი. ნელა შევიდეთ, სოფელში კეიცით რატოს დავყავს რა. ეგა ცოტა განხებულად გასახმოდი გავაჩეროთ ავტოს ველოდებით. ой, ესე თუ მინდის მე ხოლმე მოვაბრუნო მაშინ. მოვაბრუნო? ჩაქრა. ო, რაღაც დაემართა მანქანას ხალხო. მეგონი ბენზინი გავგითავდეთ და გვერხა. მე მგონი ბენზინი გათავდა მანქანაში, მოდი ერთ წუთი რა. გას ვაწევი და არ მიაკირე. აბა დაჭირე გას. ხედა, სავარაუდოდ ბენზინი აღარ არის. რა ვქნათ? ბენზინი. ვასიკოსთან რა ჩავასხავთ? მანქანა ვერ დავქუქეთ და მივხვდით რომ ბენზინი გათავდა. ბენზინის გათავებაში ასევე გაფუჭდა სტარტერი. საჭირო გახდა რომ მანქანას მივწოლოდი და მეზობელთან ბენზინი ჯამეს. აუ, ასე თუ იქნებოდა ჩემი კაი. შენი კაცი
მიდი ხა ვაწები მეტი რა ვქნა. თოცხილარისა შაგვისხი რა მე გიხოცები რა. რასალია? ვეღადავებ აი თქო, ხო ვეღადავებ. მოკლედ ძალიან ბევრი ვეწვალეთ, რა აღარ ვცადეთ. აკუმულატორიც კი დავტენეთ ჟიგულის დახმარებით, მაგრამ ვერაფერი ვერ უშველეთ. მანქანა გაფუჭდა. ეხლა მივიდოდი რომ ავტოს მანქანა ჩამოვაყენო. ან მე გადმოამბრალა პაპა ჩემთან. მიწერს მე გაკეთებ. სადა? აქ ვარ, აქ ვაკეთებ. ხო შენ ხელში გაფუჭდა ეს მანქანა. მე შემომტენა და მე გამაკეთებინა პაპა ჩემო მანქანა. ახალგაზრდა ბიჭი ვარ და შეხედე.